ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. საქართველოს მთასა თუ ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, ყოველ ეთნიკურ კუთხეში ჩაცმულობის განსხვავებული სტილი არსებობდა. კლასიკური ქართული კოსტიუმი მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა ახალუხია, ქამარხანჯლით გაწყობილი. ქალის კაბაკი გრძელია, სარტყლითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული. თამარ მეფის სახელობის პროფესიულ კოლეჯში ჭრაკერვის შემსწავლელ პროგრამაში ტრადიციული ტანსაცმლის თანამედროვე დიზაინსაც სწავლობენ. კოლეჯში შესვლისთანავე თვალს მოგწყვეტთ და სიამაყით აგავსებთ ჩვენი წინაპრების შექმნილი მოდა და მისი თანამედროვე ვარიანტებიც, რომლითაც დღესაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეგვიძლია მოვიწონოთ თავი. სამუზეუმო ექსპონატები ზუსტი ასლებია ესენი. ყველაფერი არის შესრულებული ხელით. ეს არ არის მანქანით არაფერი შესრულებული. ნახეს როგორი სასწაული მართლაც. სასწაული, ეს არის ფასდაუდებელი შრომა, ამას ჩადებული არ ვიცი. ამაზე მუშაობდა ერთი ჯგუფი სტუდენტები. მოსელი არის როგორც ესე იგი აფხაზეთის, ასევე სამეგრელოს ორივეიდან ერთნაირი სამოსელია ჩვენ. ქართული სასწაული მართლაც არ ვიცი. არაჩვეულებრივი ნამუშევარი და კლავი სუფთა თანამედროვე დიზაინი არ ვიცი. მე მგონი თანამედროვე დროს გაუსწრო ჩვენმა წინაპარმა წლების და საუკუნეების წინ. ეს არის ტრადიციული სამოსელი, რომელიც დევს მუზეუმში და მუზეუმის ასლებია ესენი არ წარმოქმნილი. უფრო დეტალურად, როგორია ძველქართული ტრადიციული მოდა და რა ითვლებოდა ხარისხის გარანტად, რა ფასობდა ძველად დიზაინში, როგორ იმოსებოდნენ ორსული ქალბატონები მთასა თუ ბარში, რას ანიჭებდნენ უპირატესობას მამაკაცების ჩაცმისას. ამ კითხვებზე კოლეჯის ჭრაკერვის კურსის ხელმძღვანელმა გვიპასუხა. ეს არის დალამბული, ხო? ნუ უკვე კერვის რაღაც ნაწილობრივ გავაკეთეთ, აი ამ მოსწავლისა, ნინოსი და ისა უკვე აწყობა მიმდინარე. ეს შეკერილი. ეს კი შეკერილია. აი საინტერესო რაღაცებს ხედავთ ქალბატონო რუსუდან, მოდით აგვიხსენეთ, აი ეს რაღაცა ამან მიიქცია უცხოდ გამოიყურება. შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის? ეს არის თუშური საორსულო კაბა. რას ამბობთ? რომელიც ფორმდებოდა გარკვეული ნაქარგობით, კანტით, აი ეს ხარ რასაც შიგნით ხედავთ მის უნიკალურობას ფაქტია, მაგრამ საორსულო რით არის? ანუ რა დამატებით ის? ნახეთ, ეს ჩარჩოსებური ნაწილი აქ დეტალი გაკეთებული, მუცლის გზის რო იზრდებოდა ბავშვი მუცელში და მუცელი ფორმას ღებულობდა, ეს იწევდა, მაგრამ ნახეთ რა ხდება, შიგნით არის პერანგი კიდე. პერანგი ახლავს ამას. ეს ლამაზად აქვს. დიახ, ეს აუცილებელი პირობა იყო პერანგი შიგნით მოქარგული ყოფილიყო ან მაქმანებით გაწყობილი. და ნახეთ ამას წინ საფარი აქვს ეგრეთ წოდებული, რომელიც იკვრებოდა უკან თამასით. ნახეთ?
აი ეს თამასით პერანგს რომ ჩაიცმევდა აი ამ პერანგს მოდით ეს პერანგიც განახოთ აი ჯერ ეს პერანგი იყო ნახეთ აი ეს პერანგი ამ პერანგს ჩაიცმევდნენ აი ამას ქვია ხიშტაკი ჩამატებული დეტალები აქვს შემდეგ ეს კეთდებოდა და მუცელი როდესაც ეზრდებოდა ფეხმძიმე ქალს თამასებით თუ შეგლიათ ეს დამეხმაროთ თამასებით იკვრებოდა აი იმ ზომაზე აი ეს თამასები მაგიტომ აქვს გაკეთებული ხო ეს და იფარებოდა და აი ეს ეხმარებოდა იმ საკითხში რომ ეს მუცელის ფორმა და რაღაც შენარჩუნებულიყო არის ძალიან საინტერესო სახელო აი სახელო თუ კი თქვენ დააკვირდებით ნახავთ რომ ხელით არის ჩამაგრებული მილამბული იმიტომ რომ კაბა ერთი ქონდა შესაძლოა პიროვნებას და აი ამ ესა ყურთმაჯებს ხო აი ამ სახელოს გასაფორმებელ დეტალებს ხსნიდნენ და სხვადასხვა ფერის გაფორმებით იკეთებდნენ რომ მრავალფეროვანი შთაბეჭდილება დაეტოვებიათ ხო ეკონომიურობა ხო კი ესეც არის კი დიახ და აი ეს დეტალი იცვლებოდა აუცილებელი იყო აი რაც ნაქორგობას ხედავთ ხელზე გამეორებულიყო ზურგის აი ქვედა უკან დიახ ქვედა ნაწილში გამეორებულიყო ну აი ეს და ძალიან ის აი რომ დააკვირდებით კომპოზიციურად შეკრული არის ეს არის მე-19 საუკუნის ანალოგზე შეკერილი საორსულო კაბა და საკმაოდ აი ორიგინალური დახვეწილი ფერში ჩვენ ორიგინალიდან აგვაქვს აღებული ეს ფერები და ვიმუშავეთ ისე როგორც უნდა ყოფილიყო დაცული ეს საორსულო სამოსი თანამედროვეობა გონიათ ეს კი და ძალიან საინტერესო თანაც ნამდვილად საინტერესო და ორიგინალური კი დიახ ესეთი კაბა გვაქვს ეს მოსწავლეების მიერ არის შესრულებული რა თქმა უნდა ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენ მუზეუმიდან მასალა გამოგვაქვს და შევისწავლით მასალას და შემდეგ უკვე ვაკეთებთ აქ აი ესეც თუშური მამაკაცის ჩოხა არის და ძალიან ორიგინალურია ეს ჩვენ ქონდა უფლება შიგნით ტექნოლოგიურად მეტად გამართულად დაგვემუშავებია ვიდრე ძველ დროში ამუშავებდნენ ამის უფლება მომცეს გარედან კი უნდა შეგვენარჩუნებია ის წესი რაც ახასიათებდა მაგ პერიოდის ჩოხას და აი შიგნით კანტებით ძალიან აი სუფთად იმუშავეს მოსწავლეებმა ესეც მე-19 საუკუნის კოსტიუმია თავადური მოსაცმელი არა ხო კი დამახასიათებელი იყო თავადური სამურზაყანო ყველა მთელ სამურზაყანოში ეცვათ ეს ყველაფერი და ერთ-ერთი ესეთი მოსაცმელი აქსესუარის სახით ჰქონდათ ძალიან ესა უკან ხედავ რაღაც ძალიან აი ეს ქოქლო მინაოჭებული ძალიან საინტერესოა ქოქლო ქვია ამას და ეს ხელით მუშავდება ნახეთ შიგნით სულ ძაფით არის აყვანილი დიახ და ჩაჯენილია უკანა ძაფიც როგორი ის უნდა იყოს მაგარი მიდეგი რომ აი ეს ამხელა ნაჭერი რამოდენიმე მას ვაკეთებთ ხო ეს უკვე გათანამედროვებული ხევსურული არის უბრალოდ მოსწავლეებს მოუნდათ რომ თანამედროვე ყოფილიყო ეს ჩვენი კოსტიუმი მოგეხსენებათ რომ ხევსურულში მართკუთხედად და ოთხკუთხედ ფორმაში იქარგება მაგრამ აი აქ აი რო იტყვიან დაჟინებულად იმუშავეს რომ ეს რელიეფში ჩასმულიყო ძალიან ლამაზია ესეც გათანამედროვებული კოსტიუმი გვაქვს ჩვენ ოღონდ ისა არის შეტანილი ქართული კულტურის ორნამენტები. უბრალოდ ეს არის ჩემი საავტორო, აი ეს მისი კამარი არის, ამ კაბის კამარი არის, ეს ამშვენებს კაბას კამარი, კი. ეს ჩვენ გავათანამეთ აჭარული და ამიტომ ამ კამარს ახლავს ჩამოხსნათ თუ შეიძლება. ხედია ზედ გამოსახული. აი ესეთი
სარტყელი არის აი ამ კაბის ნახეთ მთლიანობაში. აჰა, გასაგებია, იხიდი გადასარევი. დიახ. მართო ფერები და აი თვითონ ქსოვილი მაგიჟებს არაჩვეულებრივი. ბუნებრივი ქსოვილია, კი. როგორი კარგი არის. კი. ეს არის თქვენი საავტორო. აი ეს ჯიბეზე რაც ამოქარგული ჩემი საავტორო, ეს უშუალოდ ქართული ორნამენტებია, რაც ჩვენ ტაძრებს ამშვენებს. ბოლოს ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული ეროვნული სამოსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ხანდახან ჟამთა აღმწერლებზეც ხადად გვიყვება ჩვენი შორეული და მდიდარი ისტორიის შესახებ. აი უბრალოდ გული მომდის სოფლის მეურნეობას ხელი შეწყობა. აბა ეს ხელი შეწყობა მითხრა ხა თუ რაღაცას ტყუილს ვამბობ მითხრან მაშინ და თუ საიდანღაც უკანონო შეძენილი მაქვს თუ ჩემი წვალებით და შრომით არ მაქვს შეძენილი. აუ ეხლა ეგ მასხარა დაგდება იმაზე უფრო გული მომდის. არ დავთანხმდი ისევ წართმამეთქე დაიქფიას ის მაინც მეცოდინება რომ მართო თამადგინებს. ამით დამთავრდა ყაზბეგის მეცხოვრეობა. დაგვამთავრეს, კი არ დამთავრდა, დაგვამთავრეს ამ გზით. შაგვიფასეს ჯერ 19 თეთრად, მე 30 თეთრია შეცდომა ყოფილა. დღესდღეობით თუ სადმე არის 30 თეთრიანი ადგილი, მომწარ მაშინ მიყიდა და მომწარ რომ ეს არ გავაჩერე ეს საქმე. მეურნეობის გაფართოება თუ უნდა, ეს გაფართოება არის კაცო. სახელმწიფო სჭირდება, კი ბატონო, ჩვენ არა ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფო სჭირდება შემოელოს, ვაფშე ისე მივცე, მაგრამ ეს 30 თეთრი საინაღა დაადგინეს, რა არის ეს 30 თეთრი? კაი, მაგას თავიდანება 30 თეთრს თავიდანება, ნაკვეთს შუაზე მიყოფენ, მე მეორე მხარეს როგორ მივიდე? საიდან უნდა მივიდე? ცენტრალურ გზას ხوار გადაახდება ის დრო ხაი 14 მეტრიან გზას. ფეხით რაღაცა ნამაიან მივალ, ან იქიდან მივალ, ან რუსთავიდან, მაგრამ სხვა საიდან გავა. აი მაგას ვთხოვთ. რომ გაკეთდეს ეგრე, რომ ნახევარი ნაკვეთი არ დარჩეს იქით, ნახევარი აქეთ. მისასვლელი ხო უნდა გქონდეს. თუ ვერ მივედი, უსარგებლოა თავისთავად. არავის შუაში არ არის ჩემი საზღვარო მთავრდება, მე არის სახელმწიფო. მე ვთქვა მონაცვლეობა გამიკეთეთ, არც თქვენი თანხამი და მე რაღაც ინტერესები არ მაქვს. ამის ის უფლება არ აგოქო. ეს საგზაო იმიდან იძახიან, რომ ჩვენ სახელმწიფოსაგან გვაქვს აღებული, ჩვენ ვერაფრის ის არ აგოქო. ვერც მომატებაო, ვერც დაკლებაო, ვერც გასასვლელებს გაკეთებაო. პროექტი რაც არისო, იმას ვერ შევცვლით რა და თან ესენი რო გავაკეთოთ, ძვირი გვიჯდებაო და მე უნდა დამაქციონ და მე ალბათ ძალიან ცოტა დამიჯდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აი 4-5 კაცს ყაზბეგში გვიჭერიეს მამა პაპისეული საქმე. ეს სხვა მეცხვარეობა. მამა ჩემი და პაპა ჩემის მოყოლებული. ფაქტობრივად წლების და საუკუნის ნაშრომ ნაწვალებს და რაც იცი კაცმა იმას გატოვებინებენ აი ამ საქციელით. და მივდივართ აქედან წავალთ. დამთავრდა ჩვენი სხვა მეცხვარეობა ამ 3 ფერმა всё გაუქმდა, იმიტომ რომ ნახევარი იქით რჩება რაღაც გინდა. ხვინო რომ ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ეს ბევრი კვლევით დადასტურდა. თუმცა ბევრისთვის აღმოჩენაა, რომ კახური, რაჭული, იმერული, გურული ღვინოების გვერდით ხარისხითაც და გემური თვისებებითაც თავს იტონებს ბოლნისის ღვინოც. რამდენად ხმამაღალ სიტყვას ამბობს ეს რეგიონი ქართული ღვინის ინდუსტრიაში. ამის გარკვევას ქართულ გერმანული ღვინის სახლში შევეცადეთ. ჩვენურად ხართ მოწყობილი? დიახ, მოგება. 2024 წელს
რვასახეობის ღვინო, აქედან 7-მა ჯილდო აიღო, 1 ოქრო და 7 ვერცხლი. კარგი შედეგებია. დიახ. აბა გვაჩვენეთ, აბა რომილია ახლა? აი ეს არის ბატონი გურამის ძმების მაგნის ღვინო. რომელსაც ოქროს ჯილდო ჩამოიტანა. დიახ. და ესეთი საინტერესოა თავად ამ სახლის ისტორიაც. აქ შვაბებმა ქართულ ტექნოლოგიას საკუთარი ტრადიციაც შეურიეს და ღვინის სრულად უნიკალური გემოები მიიღეს. ბოლნისის მეღვინეები ამ კულტურის გაგრძელებას ცდილობენ. მარანში ადგილწარმოშობის ნატურალური ბიოღვინო იწურება. რეგიონში შემორჩენილია ასურეთული შალა, რომელიც აქაური ენდემია და გადაშენებული იყო. გაველურებული ჯიში გააკულტურეს. ეს სახლი როგორც ვიცით აშენდა 1915 წელს და ეკუთვნოდა ემანუელ ვალკერს. ემანუელ ვალკერი იყო მაშინდელი იუნიონის თანადამფუძნებელი, რომელიც ისტორია და წიგნები გვეუბნება, რომ 1,000,000 ბოთლ ღვინოს ყიდნენ მაშინდელი შვაბები. ესე წარმოგიდგენთ ამ სახლს, რომ ამ სახლით კომპანია RMG-მ გააცოცხლა ქართულ-გერმანული ისტორია. რაც შეეხება ღვინოსთან დაკავშირებით, შვაბებმა შემოიტანეს თავიანთი კულტურა და ღვინოს აკეთებდნენ მუხის ჩანებში, რომელიც დღესდღეობით ქართველმა მეღვინეებმა, რომელიც ბოლნისის რეგიონში არიან დარეგისტრირებული, შემოინახეს ის კულტურა და აგრძელებენ ამ კულტურას. რაც შეეხება მარტო შვაბური წესით არ კეთდება ჩვენთან ღვინო, კეთდება ქართული წესით ქვევრში და რომელიც მრავალფეროვნებას აძლევს ჩვენ მარანს. ბიომიმართულებაც ხო არ გაქვთ? დიახ, რაც შეეხება ბიომიმართულებას, ჩვენთან მარანში თითქმის 70% წარმოდგენილია ადგილ წარმოშობის ნატურალური ღვინო, რომელიც ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება. ეს ყველაფერი ჩვენ მარანში არის თითქმის 90% ნატურალური ღვინის ჯილდოები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს აქეთკენ და ასევე ჩვენ პირველად საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ბოლნისის რეგიონში ადგილ წარმოშობის ნატურალური ღვინის ფესტივალი. ბოლნისის ხარი ისეთი ხარი არის, საქართველოში არის წარმოდგენილი 49 ნიადაგი, აქედან 15 არის ბოლნისის რეგიონში, რაც ვენახს და ყურძენს და ის მინერალებით გაჟღენთილი არის და ესეთი საუკეთესო ყურძენი არის. აქეთკენ ძირითადად ქართლის ჯიშები არის, შავკაპიტო, რქაწითელი ეს ისეთი არის, რომ ყველგან არის საქართველოში და სხვათა შორის განსხვავებული რქაწითელია ნიადაგებისგან გამომდინარე, თავკვერი, ქართლის ჩინებული და რა ვიცი, ასურეთული შალა, რომელიც გადაშენების პირას გაველურებული ჯიში იყო, ეს შვაბები, როდესაც ტყეში სეირნობდნენ თუ დადიოდნენ, მიაგნეს ამ გაველურებულ ჯიშს, რომელიც გამოიყვანეს და გააკულტურეს და დაარქვეს ეს პიროვნება იყო ოტო შალა და დაარქვა ასურეთული შალა ამ ყურძენს. ასურეთული შალა საკოლექციო ღვინო არის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლნისის რეგიონში. ქართული შალა ბოლნისში ჯერ მხოლოდ მცირე ფართობზეა მოშენებული. ერთ-ერთი გოგიტა ყურაშვილის ვენახია. ქართული ჯიში არის ასურეთული შავი, უბრალოდ შალასახელითაა მოხსენებული, რატომ ხან აღმოჩნდა პიროვნება ოტო შალა. ბოლნისში არის სამწუხაროდ ძალიან ცოტა და ერთ-ერთი არის შემივენახი. 2000 წელს მამაჩემი ერთ-ერთ ოჯახში მოხდა, გასინჭა ღვინო, მოიწონა ეს მასზე დანიშნა და გააშენა ვენახი რა. არც იცოდა სახელი ვენახის, რა სახელი ერქვა საერთოდ ღვინო რა ღვინო იყო. ყოფილა თუ შალა ერთსქესიანი და სამწუხაროდ ესე მარტო არ ირგვება რა. ყვავილობის დროს უჭირს ძალიან ყვავილობა რა. ხან 300 კილოს ყრიფა, ხან 3 ტონას რა. ეხლა წეს რამდენს დაკრიფა ვერ გეტყვით რა. 2017 წლიდან უკვე როგორც ბიზნესის თვალსაზრისით ესე მე და ჩემი მეგობარი ჩავერთეთ ამაში. ანუ შალას გარდა გვაქვს კიდე ქართული ჯიშები, ანუ ჩინური, გორული მწვანე, რქაწითელი. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქვევრის კულტურა ქართული ღვინის წარმოებაში შეიძლება ბოლნისიდან მოდიოდეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა ძირითადად ქართული ჯიშები მოიშენეს და სულ უფრო მეტი მევენახე ცდილობს ბიოწარმოებაზე გადავიდეს. სამწუხაროდ ბევრი ჯიში გვაქვს დაკარგული და მარტო ბოლნისში და ეს ქვემო ქართლში არ არის, დასავლეთში მაგალითად და ბავშვობიდან რა შეხებაც მქონდა ღვინოსთან,
იყო ხის ჩანი, ხის კასრი. ანუ გერმანელებმა რა ტრადიციას დატოვეთ, იმ ტრადიციას მიყვებოდა. ეხლა აი ჩვენ რეგიონში ძალიან უძველესი ქვევრები და ის ამოდის, ანუ ქვევრი აქედან არის წასული რა. შულავერი უძველესი წიწვა სადაც არის აღმოჩენილი 6 კილომეტრია ჩვენგან რა. შერწყმას ვაკეთებთ, ანუ როგორც ქვევრის ღვინოები, ისე გვაქვს ეს ხის კასრების რა. ანუ ყველა ღვინო მაგალითად ეს შალას მე პირადად ქვევში არ წურავ, იმიტომ რომ სხვა გემოზე გადაყავთ. ენდირად ფაქიზი და მსუბუქი ჯიშია, არ ღირს რა გარისკვა ქვევრისთვის და ასევე გვაქვს ქვევრის ღვინო რა თქმა უნდა ქალწითელს, როგორ უმწვანე ჩინურს, გვაქვს როგორც ორთვიანი, ექვთვიანები და ასე შემდეგ რა. ანუ ბოლნიში არის იმის ფუფუნება, ეს ახალი ის არის. აი ეს საქართველოს არ მეგულება სადმე ქართლის გარდა, სადაც იყენებენ ხის ჩანებს ჩასწურისას და შემდეგ ხის კასრი ხა კი იყო, რაც ის არის, მაგრამ ხის ჩანი სად არ მინახია რა ქართლის გარდა. და ბოლო ერთი რაც შეეხება ჩვენს ვენახებს, მე-5 წელი დაიწყო, რაც გადავედით ბიოწარმოებაზე. საერთოდ არ ვიყენებთ სისტემას, ხოლმე და ხოლმე კონტაქტური 4-5 შეწამლა. ანუ ხარო ბიოსასუქს. ბიოწარმოება თუ არა გქონდა ვენახში, ჩვენ ხარიხს ვერ გავზდით და ხარიხს თუ არ გქონდა ბოთში მივიტანთ იმ ღვინოს, რომ შემდეგ მოხმაროს გავაცნოთ. აუცილებელია პირველ რიგში უნდა იყოს ბიოწარმოება რა. აუცილებელია ეგ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფი, რომლებმაც გავაკეთეთ ესეთი პროექტი კინოგზაზე, რომლის მხარდამჭერიც არის TBC ბანკი და დიდი მადლობა ამისთვის. ეს პროექტი არის კინოგზაზე და უკვე 1 წელია ჩვენ დავდივართ საქართველოს სოფლებსა და დაბებში, სხვადასხვა რეგიონებში, ქალაქებში და მიგვაქვს თანამედროვე ქართული კინო მაყურებლამდე. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ყვარელში, სადაც შეკრებილნი არიან ყვარლის მცხოვრებლები, ბავშვები, ხნიერი ადამიანები, ახალგაზრდები და ძალიან გვიხარია, რომ აი ესეთი შეხვედრის ადგილი არის კინოს მეშვეობით. ჩვენი წამოწყება და სურვილი და გეგმა იყო ის, რომ საქართველოში არ დარჩეს არც ერთი ადგილი, სადაც კინოფილმს არ ვაჩვენებთ. რადგან როგორც ყველა მიცის, საქართველოში ახლა 3 ქალაქის გარდა, ქუთაისის, ბათუმის და თბილისის გარდა აღარ არსებობს კინოთეატრები. და ქართულმა კინომ დაკარგა თავისი მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ კინოს ძალიან კარგად იცნობენ, თანამედროვე კინოს გულისხმობ არა კლასიკას. სამწუხაროდ რეგიონებში არ იცნობენ ქართულ თანამედროვე კინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ TBC-მ დაინახა აი ეს რაღაცნაირი წყვეტა ქართულ კინოსა და მაყურებელს შორის და დაგვიჭირა მხარი. და ეს 10 კინოჩვენება იქნება TBC-ის დახმარებით სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ყველაზე ჩვენთვის აი ესეთი გულში ჩამწვდომი რაც არის, ის არის, რომ ჩვენი მაყურებლის 95% პირველად ხედავს გამოსახულებას დიდ ეკრანზე. და ჩვენი გამოცდილებით ახალგაზრდები მოდიან და გვეკითხებიან, რომ როგორ შეიძლება რომ ჩვენც იგივე ვაკეთოთ. და ჩვენ ამით ხვდებით, რომ რაღაცა გადამდებები ვართ. და ეს გზაც რაღაცნაირი სიმბოლურია. მივდივართ გზაზე და ამ გზაზე ძალიან ბევრი სირთულე აქვს. ხანდახან გვიწვიმდება, ხანდახან ქარია. მაგრამ ასევე აი ეს რაღაც შეხვედრები არის უნიკალური. მაყურებელს და კინოს შორის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი იქნება, ვინც ჩვენს მერე გააგრძელებს ამ პროექტს და ყველაზე ძვირფასი შეფასება რაც ჰქონდა ამ პროექტს, ეს იყო გურიის ერთ-ერთ სოფელში, როდესაც ადამიანი მოვიდა და გითხრა, რომ ეს არის ყველაზე სახალხო პროექტიო და ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი ამ პროექტის. მეგონია, რომ ახლიდან აღმოაჩენთ ემოცია განსაკუთრებული მაქვს ყვარელთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემთვის მშობლიური ქალაქია. ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, აქ არის სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ასევე და ამიტომ ძალიან ნიშანდობლივია, ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, რომ განსაკუთრებით ეხლა აი რა პერიოდშიც არის ჩვენი ქვეყანა დღეს, აი ეხლა
აი ასეთი ტიპის ჩვენება იმართება ყვარელში. ის რაც რისი დანაკლისიც სულ ქონდა, მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ კინოცენტრი იყო თავისუფალი და არ იყვნენ ბოიკოტში ქართველი კინოხელოვანები მეც მათ შორის, მაშინაც კი რთული იყო მაყურებლამდე მიტანა ფილმების. ეს არის ზუსტად ის პროექტი, რომელიც არ ჯდება ერთ კონკრეტულ დროში. ეს უნდა კეთდებოდეს მუდმივად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება და ეს იქცევა უკვე ტრადიციად, მაგრამ აი ზუსტად ესეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, აი ახლა ამ ინიციატივის წამოწყება, ეს არის გმირობის სტოლფასი. ამიტომ მადლობა მათ, მადლობა თქვენ, მადლობა TBC-ს ამ შესაძლებლობისთვის. კულტურის განვითარება, ხელოვნების მხარდაჭერა, რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება, თანამედროვე ხელოვნების განცდა და მასში თანამონაწილეობა TBC-ს ერთ-ერთი აუცილებელი პრიორიტეტია. კინოგზაზე 27 ივნის ლაგოდეხში, 29-ში კი გურჯაანში შეხვდება მაყურებელს. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.